კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 3 საათზე, ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობა. განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრება მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროპორციული ზომები მიიღო. ვკითხულობთ უწყების განცხადებაში ძალოვანი უწყება მიიჩნევს, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება გუშინდელი მცდელობის გაგრძელება იქნება. ამის გამო კი შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრება მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად. ამასთან გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. მოგუწოდებთ ყველას მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიგავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს. ამ წუთებში განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგ ჩვენ პირდაპირ მაიდანიზაციას, სისხლის ყურს, ქაოსს და ბნელწარსულში დაბრუნებას. გადაურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადაურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს. მადლობა თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმს, უსაფრთხოების სამსახურისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელს, რომელმაც გუშინ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად შიდა და გარე მტრებს არ მოარღვევინეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ზღუდე. შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოს არევას ცდილობენ, სცადეს გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ. გუშინ ჩვენ ვნახეთ უცხოეთიდან მართული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი ამბიციების, ზიზღისა და შურისძიების მოტივებით დაემხოთ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და მასთან ერთად დაემხოთ საქართველოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავალი. დღეს უკვე ლაპარაკიც არ ღირს იმ რამდენიმე ავანტიურისზე, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობას, მათი დანაშაული აწონილია, ბრალი გაზომილია და სათანადო სასჯელიც მიეზღებათ. დღეს გუშინდელი დღის ყველაზე სამარცხვინო, ლაჩარ და უსინდისო მონაწილეებს უნდა მიეზღოს, რაც დათესეს და რის მომკასაც გუშინ ცდილობდნენ. საუბარი მაქვს რადიკალების იმ ლიდერებზე, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის დაგეგმვაში, ადამიანების მობილიზებაში, ზიზღით დამუხტვაში და როდესაც დაინახეს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, გაიპარნენ და ახლა ცდილობენ ხელი შეაწმინდონ იმ დამნაშავეებს, რომლებიც პირდაპირ გადავიდნენ ძალადობას. ჩვენ ასევე არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყურადღება გადაგვატანინოს გუშინდელი შეკრების ბუნებისგან. საზოგადოება გათამაშებულ მიამიტობას აღარავის გაუტარებს, არც ქართველს და არც უცხოელს. გუშინდელი შეკრების თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ 4 საათზე ხელისუფლების დასამხობად მიდიოდა. ზუსტად იყო დათქმული დროც, ადგილიც, გეგმაც და მიზანიც. გუშინ შეკრებილმა რამდენიმე 1000 ადამიანმა კარგად იცოდა თუ სად მივიდა და რას აკეთებდა. ეს ის საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ ქვეყანაზე გაბოროტებული რამდენიმე 1000 ადამიანია, ვინც 2022 წლის მარტში იმავე ადგილიდან უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას ითხოვდა. ვინც 2022 წლის ივნისში იმავე ადგილიდან ხელისუფლების უცხოური NGO-ებისთვის გადაცემას ცდილობდა. ვინც 2023 წლის მარტში იმავე ადგილზე პირველი მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. ვინც 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებში დამარცხდა და მარცხის მიღების ნაცვლად ისევ ქვეყნის არევის წარუმატებელი მცდელობა წამოიწყო. ეს ის სხვისი დროშის მოფრიალე რამდენიმე 1000 ადამიანია, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სხვის მორჩილებაზე ცვლის.
სიმბოლურია, რომ გუშინ სხვისი დროშის მოფრიალე ეს რამდენიმე ათასი ამრევი სწორედ თავისუფლების მოედანზე დამარცხდა. სახელმწიფო გადატრიალების გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჩვენ თვალთახედვიდან არ უნდა გამოგჩეს არც ის უცხოური პროპაგანდისტული მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლების დამხობის გუშინდელ მცდელობას ჰქონდა. დღის განმავლობაში საერთაშორისო მედია პლატფორმებზე საქართველოსდან მუდმივად მიედინებოდა დეზინფორმაციის ნაკადი, ხოლო უცხოეთიდან ისმოდა წამქეზებლური მოწოდებები ხალხისგან, რომლებიც ეჭვი აღარავის ეპარება, რომ სისხლისღვის მოლოდინში კმაყოფილი ხელებსაც იფშვნეტდნენ. ამ გარე მხარდაჭერის კულმინაცია კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის პარალელურად ვიხილეთ, როდესაც გამოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეების კოორდინირებული განცხადებები, რომლებსაც მაიდანიზაციის გარე მხარდაჭერის როლი უნდა ეკისრა. დააკვირდით, რომ არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს თუ ცალკეული ქვეყნის ოფიციალურ პირს არც თუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას. გვესწოდა მხოლოდ დანაშაულის მხარდაჭერი ლოზუნგები და ზოგადი ცარიელი ფრაზები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო ცინიკური ჩანდა იმ მასობრივი დანაშაულის ფონზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც 4 ოქტომბერს დაანონსებულ ხელისუფლების დამხობის შეკრებას სოლიდარობა გამოუცხადა. ამ განცხადების მავნებლურ ხასიათზე ჩვენი მრავალჯერადი მითითების მიუხედავად მას არავინ გამიჯვნია. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ღია მხარდაჭერას არ ივიწყებს და განმარტებასაც ელის. უცხოური დამფინანსებლების და მფარველების მიერ გულში ჩახუტებული ექსტრემისტების შეუმდგარ ძალადობრივ დამხობაზე მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს თუ სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ქართველი ხალხის მშვიდობიან განვითარებას. 4 ოქტომბრის შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება უნდა გახდეს უკანასკნელი გაფრთხილება ყველასთვის, შიგნითაც და გარეთაც. უკვე ისმის მოწოდებები, რომ ხელისუფლების დამხობის გუშინდელი მცდელობა მხოლოდ დროებითი წარუმატებლობაა და რომ საჭიროა შეცვალონ ტაქტიკა, განაგრძონ პროვოკაციები და აუცილებლად დაამხობენ მთავრობას. წარმოუდგენელია უფრო დიდი ცინიზმი, ზიზღი და სამშობლოს გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, ვიდრე ეს ადამიანები კადრულობენ. თუმცა 4 ოქტომბრის გაკვეთილი მიღებულია. კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, ხალხს ჰქონდეს მშვიდობა, ხოლო საქართველოს და ჩვენ შვილებს მომავალი. სიმშვიდით, სიმტკიცით, ღირსებით, ერთგულებით და სიყვარულით კეთილმა ზლია ბოროტს. მადლობა. ბატონო მოგესალმებით, რამდენიმე შეკითხვა მექნება თქვენთან. თქვენ ვრცლად ისაუბრეთ ამ პროცესებში უცხოელი აქტორების როლზე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციასთან კავშირში არიან, მათ შორის მიხაილ როთი, მარია სანდო, ასევე მოლდოვის პრეზიდენტი რასა იოკნევიჩიანი, ანა ფოტიკა, ისინი მთელი დღის განმავლობაში გუშინაც და დღესაც სოლიდარობას უცხადებდნენ და ახალისებდნენ ამ აქციას, რას უპასუხებდით თქვენ მათ? დიახ, ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა, როდესაც ერთი მეორეზე მიყოლებით, სახეები, რომელსაც საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, აქვეყნებდნენ მსგავს ტექსტებს საქართველოსთან დაკავშირებით. თუმცა ფაქტი იყო, რომ გარკვეულად კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, იმიტომ რომ ჩანდა, რომ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალება წარუმატებელი მცდელობა იქნებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, იყო ტექსტები წინასწარ მომზადებული, რომელიც ასე გარკვეული, ასე ვთქვათ, მომენტის შემდეგ დაიდო და რომელსაც უნდა შეესრულებინა მაიდნის გარე, ასე ვთქვათ, წაქეზების თუ გამხნევების ფუნქცია. და ხედავთ ერთი და იგივე სახეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ძირს უთხრიდნენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში ხედავთ მათ მუდმივ მცდელობებს, რომ არიან ჩვენთან სიტუაცია. ვფიქრობ, რომ მე სხვა დროსაც ვთქვი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ვარდისფერი სათვალეები უკვე დიდი ხანია მოიხსნა და ძალიან კარგად ხედავს თუ რა ბუნების არის ამ ადამიანების
ყალბი მხარდაჭერა ქართველების მიმართ, არანაირი ემპათია, თანაგრძნობა, ინტერესი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართ მათ არ აქვთ. ყველანაირი საუბარი თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე მათი მხრიდან არის ცარიელი სიტყვები, სინამდვილეში ამის უკან დგას ძალიან ცივი გონებით გათვლილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოს მიმართ, საქართველოს როგორც ტერიტორიის მიმართ და ქართველების როგორც მხოლოდ ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ამიტომ გუშინდელმა დღემ ბევრი რაღაცა არათუ გამოაშკარავა, არამედ გახადა უალტერნატივოდ ცხადი, ბევრი საკითხი, რომელზეც მანამდე ჰქონდა საუბარი და რომელზეც შეიძლება კითხვას პასუხი სჭირდებოდა, გუშინ ყველა ამ კითხვას გაეცა პასუხი, როგორც ქვეყნის შიგნით რადიკალების მხრიდან, ისევე ქვეყნის გარეთ მათი მხარდამჭერების მხრიდან. კერძოდ პასუხი არის იმაში, რომ არსებობს ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვს მავნე ინტერესები და ზუსტად ამას ვაკვირდებით ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია, როდესაც ცდილობენ ჩვენი ქვეყნის არევას და მის პაიკად გამოყენებას სხვადასხვა სახის გეოპოლიტიკურ თამაშში. ჩვენ ნახეთ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მიზნით დაანონსებულ 4 ოქტომბრის შეკრებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარდამჭერი განცხადებები სადამეს შეკრება გაიმართებოდა, ვიხილეთ შეკრების დაწყების შემდეგ მხარდამჭერი განცხადებები, ვიხილეთ ძალადობის და შტურმის პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის პარალელურად გამოქვეყნებული განცხადებები, მათ შორის მიგითითებთ, რომ ქალბატონი რასა იუკნევიჩიანეს ტვიტზე, რომელსაც გამზადებული ბანერიც კი ჰქონდა ცეცხლებით და ასე ვთქვათ რევოლუციური განწყობებით, გამზადებული ბანერიც კი დადო ამასთან დაკავშირებით საქართველოსთან და საქართველოზე, ასე რომ რა თქმა უნდა მთელი ეს პროცესი იყო ასე ვთქვათ ეს იყო პოლიტიკურ საინფორმაციო უზრუნველყოფა საქართველოში მაიდნის გეგმის განხორციელების. იმედის კვირა, 3 კვირა ყვება ახალგაზრდების ტრენინგებზე, მათ შორის როგორ უღვივებენ ამ ადამიანებს სიმპათიებს ექსტრემისტული ქმედებების მიმართ. გუშინ ვნახეთ ჩვენ ეს ადამიანები ქუჩაში, ისინი როგორ მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით, როგორ ქმნიდნენ ბარიკადებს. რა შეგიძლიათ გითხრათ ამაზე, რა როლი აქვს ამ პროცესში უცხო ქვეყნის პრესამსახურებს? უპირველეს ყოვლისა ჩვენ ხედავთ და არაერთხელ გამოვლენინა სხვადასხვა ფაქტი რადიკალიზაციისა ახალგაზრდების, ვინაიდან ახალგაზრდების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არის სპეცსამსახურებისა და ამას ხედავთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს ამისი მაგალითი არის. გახსოვთ თქვენ კანვასის და სხვა ტიპის ტრენინგები, რომლის მიზანიც იყო სწორედ რადიკალიზაცია, მათ შორის თქვენი ტელევიზიის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ მე-9, მე-10, მე-11 კლასელების რადიკალიზაცია ხდება ისეთი შინაარსის მქონე ტრენინგებით, სადაც ეუბნებიან მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომ ტერორიზმი ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლას. აი ეს არის ზუსტად ადამიანების ტვინის გამორეცხვის მეთოდები, რომელიც ზუსტადაც სპეცსამსახურების დამუშავებული მეთოდები არის და ერთ-ერთ ყოფილ ერთს უყვარდა ხოლმე თქმა, რომ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან არისო. ზუსტად სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული მეთოდებია, როდესაც ტერორიზმს მათ ასწავლიან, როგორც უხსნიან, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის საშუალებას. ასე რომ ამის პირდაპირ პრაქტიკული ასახვა პოვეთ ჩვენ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების ცდილობის დროს სხვადასხვა ჯგუფების მოქმედებებში, მათ შორის თქვენ ნახეთ აღჭურვილი ადამიანები, რომლებსაც კასკები და ეს არ იყო რაღაც სამოყვარულო კასკები, უკვე პროფესიონალურად აღჭურვილი მოძალადეები, კასკებით, ნიღბებით, აირწინაღებით, აი იმ აირწინაღებით NGO-ები ახლა ცდილობენ რომ დააკნინონ, რომ პირბადეები ვიყიდეთ რა მოხდაო. აი ეს პირბადეები იყო ის აირწინაღები და კასკები, თქვენ რაც იხილეთ გუშინ, პირდაპირ ცდილობდნენ შტურმით აეღოთ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. აი ამ დანაშაულზე წაიყვანეს ტვინის გამორეცხვით სპეცსამსახურებმა ჩვენი მოქალაქეების მცირე ჯგუფი.
ბოლო შეკითხვას დაგისვათ შალვა აქციების შემდეგ ჩვენ ვნახეთ დაპირისპირება ოპოზიციაში ისინი ერთმანეთს ამონათებენ სხვადასხვა ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს თქვენ როგორ შეაფასებთ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ახლა ოპოზიციაში არაფერი ეს აბსოლუტურად ცრუ თითქოს რაღაც კინკლაობა რომელსაც ჩვენ ხედავთ სინამდვილეში ესეც არის გეგმის ნაწილი რომ მოხდეს რებრენდინგი ამ პოლიტიკური ჯგუფებისა თითქოს და გაყვონ ისინი თითქოს ძალადობის მომხრე და ძალადობის არ მომხრე ჯგუფებს შორის ტყუილი არის გუშინ ყველა იყო ამ ერთიანი ხელისუფლების დამხობის ერთიანი ძალადობრივი აქტის მონაწილე და გუშინ არც და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ ამ ჯგუფებს რომლებიც ახლა ასე ლაჩრულად ერთის ხრივ და თუმცა მეორეს ხრივ ცისისხლად ცდილობენ რომ წარმოაჩინონ თითქოს იყო რაღაც ასე ვთქვათ გაემიჯნონ ძალადობას არც ძალადობის და დამხობის მომზადების პროცესში მათ რაიმე არ ვთქვათ პირიქით ყველა იყო ჩართული მობილიზებაში ყველა მიცოდა რა იყო მიზანი ყველა მიცოდა ეს იყო ძალადობრივი მიზანი ხელისუფლების დამხობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა არც მისი აღსრულების პროცესში როდესაც მიდიოდა შტურმი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე მათ არ გამოუთქვათ რაიმე საწინააღმდეგო ან განსხვავებული აზრი ამ მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების გეგმის განხორციელების მომზადების და განხორციელების პროცესთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ როდესაც დაინახეს რომ ჩვენი სამართალდამცავების მოქმედების ეფექტიანობა და ნახეს რომ აღარ ექნებოდა გასაქანი ხელისუფლების დამხობის მცდელობას მხოლოდ მაშინ იყო პირველი სიტყვები მათგან თქმულიო თითქოს ისინი არ იყვნენ მომხრე ძალადობრივი ქმედებების. ამიტომ ეს არის და ამის შემდეგ გვესმის სხვადასხვა განცხადებები თუ სოციომედიაში მათი სხვადასხვა კომენტარები არავინ საზოგადოება რა თქმა უნდა არ მოიტყუებს თავს და არავინ უმოტყუდება ეს არის ცდილობა თითქოს ახლა გაათეთრონ ნაწილი ამ მოძალადეებისა იმისთვის რომ კვლავ შეინარჩუნონ მათი ასე ვთქვათ აქციები თუ ასე შემდეგ მათი ქმედებები. კიდევ ერთხელ ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი ორგანიზმი, რომელიც სპეცსამსახურების მიერ იმართება და მათგან არის იდეურად მხარდაჭერილი, ჩაუვარდათ გუშინ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ახლა ცდილობენ სპეცსამსახურები ზუსტად რომ განარიდონ ნაწილი ამ სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეთა ნაწილი განარიდონ ძალადობრივ ნაწილს ამ გეგმის ასრულებისა და წარმოაჩინონ თითქოს არიან თავისუფლების მებრძოლი ტერორისტები. აი იმას ზუსტად იგივე მეთოდები რაც ისწავლებოდა იმ კლასებში როგორც ჩანს. ბატონ შალვა, თქვენ აცხადებთ, რომ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო წარუმატებელი, თუმცა შეკრება დაიგეგმა დღესაც. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, რომ ეს შეიძლება იქნას აღქმული როგორც გუშინდელის გაგრძელების მცდელობა, რა მოლოდინი გაქვთ? თავისთავად თქვენ რა სხვა აზრი გაქვთ, რომ ეს არის გუშინდელის გაგრძელება და თქვენ რა სხვა აზრი გაქვთ, რომ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალება არ იყო გუშინწინდელი აქციის გაგრძელების ნაწილი. ეს არის ერთი ჯაჭვი რომელიც შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აეწყო იმისთვის რომ დამარცხებულ მხარეს და როდესაც ნახეს მათმა ფარველებმა რომ ვერ დასვეს საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტული რეჟიმი იმისთვის რომ არადემოკრატიული გზით სახელმწიფო გადატრიალებით ჩაიგდო ხელში ხელისუფლება მათთვის სასურველ მარიონეტებს და სწორედ ამისი ნაწილი იყო მიმდინარე ზიზღის კამპანია რომელიც ჩვენ ამის შემდეგ გქონდა გახსოვთ დევნა გახსოვთ პარლამენტის ქალი წევრების მიმართ ბავშვებთან ერთად მათი დევნა შეურაცხყოფა თავდასხმა გახსოვთ როგორ იხუტებდნენ შემდეგ ამ თავდასხმელებს სხვადასხვა დიპლომატები რომლებიც მათ ეძახდნენ საქართველოს მომავალს ეს იყო მომზადება ზიზღით დატვირთვა ადამიანების რათა სწორედ აი ამ კულმინაციამდე მისულიყო და ხელი აღემართათ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე და მოიხდინათ და წასულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმზე. აი აქამდე მიიყვანეს აი ამ დღეების განმავლობაში და ამას ემსახურებოდა ეს ყოველდღიური ისტერია, რომელიც მათ ჰქონდათ ღამღამობით გამართული, ეს ყველა დამუხტვა ზიზღით, სიძულვილით
ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენება, რომ ეს იყო მისაღები, რომ ეს ტერორიზმი არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომ ისინი არიან საქართველოს მომავალი, რომ ეს არის ევროპა, რომ მოლოტოვის კოქტეილი არის ევროპა და ამას აფინანსებდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას, მიიყვანეს ამ მომენტამდე, მოამზადეს არჩევნები ყოველთვის ხელსაყრელი მომენტი არის პოლიტიკური კულმინაციისთვის და ანონსეს რომ 4 ოქტომბერს იქნებოდა ხელისუფლების დამხობა, შემდეგ ბრიუსელის პრესპიკერმა მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის აქციას. 23 სექტემბერს იყო თუ არ ვცდები, 10 დღის განმავლობაში მე პირადად ლამის ყოველ დღე ხაზს უსვავდი პრესპიკერ ჰიპერის ამ განცხადებას, რომ ეს იყო წახალისება 4 ოქტომბრის ძალადობისა. 10 დღის განმავლობაში ამას ვამბობდი, კაციშვილი არ გაბიჯვნია ამას ბრიუსელიდან, არც მათი წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის საელჩოს სახით და გუშინ ვიხილეთ, როგორ ასრულდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობდით და დღეს კიდევ ერთხელ საზოგადოება არ ივიწყებს იმ განცხადებას, რომელიც იყო სოლიდარული სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის აქციის მიმართ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ დაიწყო აღსრულება და მათმა მარიონეტებმა ხელი აღმართეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე და სცადეს შტურმი, რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოება ახლა უკვე უფრო დაჟინებით მოელის პასუხს აი იმ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე გამოუცხადეს. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ, ვნახეთ რომ იყო სულ რამდენიმე 1000 ადამიანი შეკრებილი და ვნახეთ არა მე ვამბობ იმას რომ ზოგადად საზოგადოება ფიქრობ რომ უკვე გუშინვე გააცნობიერა თუ რასთან ქონდა საქმე და ხელისუფლების დამხობის სახელმწიფო გადატრიალების რაც უდრის ტოლობის ნიშანია რაც უდრის ჩვენი ქვეყნის ჩაგდებას ქაოსში განუკითხაობაში დაბრუნებას 90-იან წლებში და მაიდანიზაციას რაც მოყვება ყველამ შეხედოს უკრაინას და საკუთარი თვალით დაინახავს რას ნიშნავს მაიდანი და მაიდანიზაცია ქვეყნისა და ამ და გუშინდლის შემდეგ კი ვფიქრობ რომ უფრო მეტი დაფიქრდება რაში ჩაითრიეს როგორ მოახდინეს მათი რადიკალიზაცია როგორ დაარწმუნეს ეს რამდენიმე 1000 ადამიანი რომ ტერორიზმი არის თავისუფლებისთვის ბრძოლა ამაში დაარწმუნეს გუშინ ჩვენ რო გვესმის მათ შორის იმ რამდენიმე 1000 ადამიანზე რომელიც იქ იყო შეკრებილი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები თითქოს ძალადობა ვითომ არ უნდათ ინდივიდუალად რო კითხო ალბათ გუშინ ამ რამდენიმე 1000 მონაწილის მხრიდან იმ მიტინგის თითეულმა ძალიან კარგად იცოდა 4-ში 4 საათზე სად მიდიოდა ძალიან კარგად იცოდა რა იყო მიზანი ამ აქციის რომ იყო ხელისუფლების დამხობა და ძალიან კარგად იცოდა რას ნიშნავს ხელისუფლების დამხობა ჩვენი საკუთარი ისტორიიდან რას ნიშნავს მათი და არის იმ ასაკის ხალხია რომელსაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს 90-იანი წლები გამოვლილი აქვს ადამიანებს და თავისი ხელით ის ზოგმა ბავშვობა თუ ახალგაზრდობა რო გაატარა 90-იანებში აეხლას დასრულები თავისი ხელით საქართველოს აგდებდნენ 90-იან წლებში ეს ადამიანები. ამიტომ ეს რამდენიმე 1000 ადამიანი, რომელიც პერიოდულად იგივე ხალხია, რომელიც 22 წლის მარტში გამოვიდა და ჩვენს ჩართვას იწვევდა უკრაინის ომში. იგივე ხალხია, ვინც ივნისში 22 წლის ითხოვდა რომ NGO-ებისთვის გადაგვეცა ხელისუფლება. იგივე ხალხია, ვინც 2023 წელს მოლოტოვის კოქტეილი ისროლა და ამას ამართლებდა. იგივე ხალხია, ვინც 24 წელს შარშან დამარცხდა როგორც ამორჩეველი. და ნაცვლად იმისა, რომ ეს დამარცხება მიეღო, ეს მარცხი მიეღო. ნაცვლად ამისა, საკუთარ ქვეყანას გამოუცხადეს ბრძოლა. და აი მივიდნენ აქამდე, საკუთარი თავი მიიყვანეს იქამდე, რომ გახდნენ სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკური მხარდამჭერები. ასე რომ დღესაც თავისთავად კიდევ ერთხელ გუშინდელი დღე იყო წინა დღეების გაგრძელება დაწყებული შარშანდელი არჩევნებიდან და დღევანდელი დღე არის გუშინდელი დღის გაგრძელება. ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზმი, ასე ვთქვათ, და რა თქმა უნდა, ეს არის და შესაბამისად, შინაგანსაკუთრების სამინისტროს განცხადებაც იყო ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ მოქალაქეებს მიმართავ, რომ თავს მოატყუებიან სხვას, ტერორიზმი არ არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და ნურავინ იფიქრებს, რომ მათი ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა გამართდება ვინაიდან საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, სიმართლე თავის გზას პოულობს, სამართალი თავის გზას პოულობს და მეორე მხრივ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ფხიზლად არის მობილიზებული არის, რომ ის ძალადობრივი კუდები, რომელიც მორჩენილი არის, მათ არ შეძლონ ამგვარი ჩვენი მოქალაქეების გამოყენება ძალადობის მიზნით. მე კითხავთ ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, უკვე სიტყვიერიდან, ასე ვთქვათ, რაც არის ფიზიკური თავდასხმაც, მათ შორის საზმაუს ჟურნალისტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე, ჩართვის ინჟინერსა და ოპერატორზე განხორციელდა სპრეი შეასხეს პირდაპირ თვალებში. როგორ აფასებთ აი ამ ფაქტს, რა გამოხმაურება მოყვება ქართული ოცნებიდან? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი შეფასება არის ამასთან დაკავშირებით ძალიან კაცრი და მძიმე. ჩვენ ვიხილეთ გუშინ სანიმუშო განხორციელებული სპეციალური ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ნახეთ თქვენ თუ როგორ პროფესიონალად მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვიხილეთ რა გითხრათ ახლა ყოველგვარ ასე ვთქვათ ადამიანურ ახსნას დაქვემდებარების არ მქონე ქმედებები მოძალადეების მხრიდან მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთა თავდასხმულიც იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც იყო სრულად ეკიპირებული კადრებში რაც ჩანდა, ასე ვთქვათ, ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით მომზადებული ტერორიზმისთვის გამზადებული ადამიანები. და ზუსტად გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შიდა ტერორიზმი, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასდება და დღემდე აი რომელი საათია 3 საათს გადაცდა მოისმინეთ ეს ის ხალხი არის ეს ადამიანები რომლებიც სხვადასხვა უცხოელებთან ღონისძიებებში არიან ხოლმე და ძალიან ეხუტებიან ამ მსგავსი იდეების მხარდამჭერ NGO-ებს და აქტივისტებს და გამორჩეული ყავთ ხომ დღეს აი 3 საათს გადაცდა რამე განცხადება მოგისმენიათ რომელიმე უცხოელისგან რომელმაც გუშინ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმი დაგმო ხალხისგან რომელიცაც იდეურად მათგან არიან მხარდაჭერილი. ასე რომ რა თქმა უნდა ამაზე გამოძიება არის და მე იმედი მაქვს რომ დაადგენენ იმ ადამიანს მიუხედავად იმისა მისი შენიღბისა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ამიტომაც ხაზი გაუსვა. როგორც 4 ოქტომბრამდე, ისევე გუშინაც უკვე ძალადობის ფაქტების შემდეგ ხაზი გაუსვა. დღეს სახელმწიფოს აქვს ყველანაირი აღჭურვილობა იმისთვის, რომ გამოავლინოს ყველა ეს შენიღბული დამნაშავე და რა თქმა უნდა ყველას მიწვდება სახელმწიფო, ვინც ჩვენ ქვეყანას 90-იან წლებში აბრუნებდა, არავის არ ეპატიება და ყველას მიწვდება სახელმწიფო. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ გუშინ პოლიციელების დაშავებულ პოლიციელებს, მათ შორის იცით თქვენ რიცხობრივად რომ დაზარალებული არის და ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა 15 პოლიციელს აქედან 2-ის მდგომარეობა არის მძიმე. მოისმინეთ თქვენ მე რამდენადაც ხვდები და ვაკვირდებოდი, მათ შორის მამუკა ხაზარაძის ტელევიზიას არც კი გაუშუქებია. ამბათაც კი არ გააშუქა და არც კი მოიკითხა ამ პოლიციელების ბედი, განსაკუთრებით იმ 2 პოლიციელისა, რომელიც მძიმედ არის დაზიანებული, ან ნახეთ რომელიმე უცხოელი, რომელიც წინა სხვა შემთხვევებიდან განსხვავებით მივიდა პოლიციელს და მოინახულა იმის შედეგად რომ თავად რო უჭერდნენ მხარს 4 ოქტომბრის ამ სახელმწიფო დამხობის შეკრებას და რომელმაც აი ეს სახე მიიღო და მძიმედ არიან დაშავებული პოლიციელები ვინმე მოიკითხა მე ამ ელჩების ადგილას რითაც ესენი უნდა იყოს დღეს დაკავებული ზოგიერთი ელჩი არის უნდა ილოცონ რომ ამ პოლიციელების ჯანმრთელობა მალე გამოკეთდეს. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ, ვიცით რომ მზადდება საკონსტიტუციო სარჩელი ამასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ მინდა გკითხოთ, როდის იქნება შეტანილი ეს საკონსტიტუციო სასამართლოში ეს სარჩელი და მეორე მხრივ, როდესაც საუბრობთ რომ ერთიანი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით იქნება საუბარი, გულისხმობთ თუ არა მათ შორის ლელო ძლიერის საქართველოსა და გახარია საქართველოს პარტიებს. რა თქმა უნდა, სარჩელი შევა, სარჩელი თითქმის მომზადებულია, თუმცა საჭიროა შევსება, იმიტომ ეს დღეები ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფები არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის. დღე გუშინ რაც იხილეთ გუშინ, რაც იხილეთ მანამდე, ეს ყველაფერი არის პირდაპირი მტკიცებულებები ჩვენი სარჩელისთვის
რომ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ არაკონსტიტუციურად იქნნენ ცნობილი ეს ჯგუფები, როგორც ექსტრემისტული ჯგუფები, არა მხოლოდ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ დღესაც ოპოზიციაში და კიდევ ერთხელ ეს დღეები, რასაც ვაკვირდებით, მათ მხოლოდ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს. რაც შეეხება დროს უახლოეს მომავალში შევა ეს სარჩელი, როგორც გითხარით, სარჩელი ფაქტობრივად მზად არის უკვე და უბრალოდ აი მათ შორის ეს ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე საკითხები, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ამ სარჩელში, როგორც დამატებითი მტკიცებულებები, რაც შეეხება წრეს, მათ შორის აი ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე და ზოგადად ამ წრეზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებით, თუ ვინ არიან ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ექსტრემისტულ საქმიანობაში და ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში არიან ჩართული. მადლობა. თქვენ უსმენთ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა გუშინ დედაქალაქის ცენტრში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა უნდა იყოს უკანასკნელი გაფრთხილება ყველასთვის, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს და დაიცავს ქვეყანას. ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს. ისაუბრა ასევე გარემ მხარდაჭერასა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე განვაგრძობთ ახლა საუბარს და თემას ვანდალური ფაქტები და ძალადობრივი მოწოდებები ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებზე. ცოტა ხნის წინ პირველი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება, იქნება მკაცრი პასუხი, აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი. თავად ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორი ნაციონალური მოძრაობა კი ამბობს, რომ აქციაზე არასაკმარისი ხალხი იყო, ოპონენტების ქმედებებს განსხვავებულად აფასებს გირჩი. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებას არასდროს დაუშვებენ. რა განცხადებები კეთდება პრეზიდენტის სასახლესთან და საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე, ამას შოთა ფალავანდიშვილი გვეტყვის, ის პოლიტიკური შეფასებებით გვერდდება. ახლა პირდაპირ ეთერში შოთა გისმენთ. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა იმ მოვლენებზე, რომელიც სწორედ აქ ათონელზე საპრეზიდენტო სასახლის წინ განვითარდა. გუშინ მიხეილ ყაველაშვილი ფიქრობს, რომ პროცესი, რომელიც დაორგანიზებული იყო ადგილზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, იყო სრულად მართული, ასევე გარრეაქტორების მიერ, რომლებიც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან და ხშირად ეხმარებიან საქართველოში ოპოზიციას. აქ რუსეთი მაინც აქ რუსეთი მაინც პირდაპირ ეთერში ხარ ხო ზუსტად მაგიტომ ქართული ოცნება ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს ხელი შენ მეიჩნი მუშაობაში ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს და რუსეთი აქ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს როგორც ხედავთ არ გვაძლევს საშუალებას ადამიანი რომ ვიმუშაოთ მიაროს გინდა და გინდა რა დამშვიდით მიბრძან აი შენ ახარ პირადად მოყავარ კარგი პირადად შენ ახარ შენ ხარ მაგარ ანწუხელიძის სამშობლოში რუსეთი კაკას ვერასოდეს ვერ ძალიან გთხოვთ არაეთიკურია შორსი დადეკით რა არაეთიკური მიბრძანდი და 7-ით მიბრძანდი დალაგდი მეც მოქალაქე არა თქვენ არა გაქვთ უფლება რომ შემიშალოთ ხელი და მე ესე უნდა მოიქცე ესე უნდა მოიქცე სწორია ეთიკურია მიბრძანდით აქედან ძალიან ნორმალურია ბავშვების მიბრძანდი დამშვიდით დააწყნარდით მიბრძანდით დამშვიდით როგორც ხედავთ მოქალაქე რომელიც საკმაოდ აღელვებულია და მათ შორის არ იცავს ეთიკის ნორმებს არ გვაძლევს შესაძლებლობას რომ ვიმუშაოთ რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას კიდევ ერთხელ გეტყვით რომ მიხეილ ყაველაშვილმა თქვა მიხეილ ყაველაშვილი კი არის პრეზიდენტი როგორც ჩანს თქვენთვის შეიძლება არ არის რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას კიდევ ერთხელ გეტყვით რომ მან თქვა რომ ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება რომელიც განხორციელებული იქნა კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არ უნდა დასჭეს პასუხგაუცემელი და უნდა მოხდეს ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება ხალხს ადევნებდა ჩვენი საზოგადოება თუ როგორ იქცეოდნენ აქ სადაც ჩვენ ვიმყოფებით იცის საზოგადოებამ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ესეთი განხორციელებული ძალადობრივი აქტი, როგორც გუშინ განახორციელეს, დაამსხვრიეს, დალეწეს, გარშემო მყოფი ხობე
და ის ერთ-ერთი თვალსაჩინო, ასე ვთქვათ, ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს აქ სიარული და ხედავ უამრავ ადამიანს, ტურისტებს, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი ამ სილამაზით და როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი. და ეს არავის არ უნდა ეპატიოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის არ შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით. ჩვენი საზოგადოება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არის ძალიან კარგად გათვითცნობიერებული, ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს ბრძენი ქართველი ხალხი, არავის არ მისცემს უფლებას, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ხოლმე ყველა ასე ვთქვათ სახელმწიფო ინსტიტუცია იყვნენ მკაცრები ესეთი გამოვლინებების დროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება, მათი უმაღლესი პასუხისმგებლობა და სარგებლობის შემთხვევით და თითოეულ მათგანს უხდი მადლობას იმისთვის, რომ ესეთ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ვიცით, რომ დაშავდა პოლიციელები და მათაც უსურვებთ ყველას გამოჯამრთელებას, ვინც მოუწოდებდა დამხობისკენ, ძალადობისკენ, ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ჩამოგდებისკენ, ამ ადამიანებს გაეცემათ განსაკუთრებულად კაცრი პასუხი. ეს არის მოთხოვნა საზოგადოებისაც. ნაციონალურ მოძრაობაში დღეს ისრების გადატანა სწორედ აქციის მონაწილეებისკენ სადაც ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად ორგანიზატორების მიერ გაწერილი გეგმისა არ იყო საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ მოხერხებულიყო მათ შორის მათი გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობა, რომელიც სამართალდამცავების მიერ უკვე შეფასდა როგორც გადატრიალების მცდელობა და ამის გამო დაკავებულიც არის აქციის 5 ლიდერი, რაც შეეხება განსხვავებულ პოზიციას, ესეთია გირჩის პოზიცია, სადაც პირდაპირ ბრალს დებენ საკუთარ კოლეგებს იმაში, რომ საზოგადოების ნაწილი, მათ შორის საკმაოდ მძიმე ბრალდებით ციხისა და პატიმრობისთვის გაწირა სწორედ ოპოზიცია. გუშინ ბევრი ხალხი იყო იქ, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა. თუმცა ალბათ არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს მიეღო იმად, რომ უკან დაეხია და გადაწყვეტილება მიეღო, გაენთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გაეტარებინა ყველა ის პროცესი, რომელსაც ითხოვდა ხალხი. თავარი არის ერთი რამე, რომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვკარგავთ ძალიან ძვირფას დროს. ჩვენ ამაზე მეტი გაუვლია, ამაზე უარესი გაუვლია ჩვენ სახელმწიფოს, საქართველოს, მაგრამ ეხლა ვკარგავთ დროს, კარგავენ ის ადამიანები, ვინც დღეს პატიმრობაშია, ის ახალგაზრდები, ვინც დღეს პატიმრობაში იმყოფებიან და ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი გადაწყვიტოს თვითონ. რევოლუცია ჭირდება ადამიანები და როცა მოედანზე გამოდიხარ და ხედავ რომ არასაკმარისი რაოდენობაა და ცალსახაა რომ იქნება შეიძლება 10,000 იყოს, ვიღაცა შეიძლება თქვა რომ 20 იყოს, მაგრამ ერთ ერთი ადეკვატური ადამიანი ვერ თქვის რომ მეტი ადამიანი იყო. ხო და როცა ამას ხედავ, ეს ისტორიული გამოსავალია თქვა რომ არ გამომივიდა ბოდიში და დავიშალეთ. ეს იყო რაც უნდა ეთქვა პაატაბურჭალდეს გუშინ. და რაც გააკეთეს, აი გარდა იმისა, რომ უბრალოდ შეცდომაც არ არის, მეგონი ეს უბრალოდ გაწირეს ვიღაც ხალხი იმაზე, რომ მათ დაიჭერენ, იმიტომ რომ არაფერ შეარწერია, შევარდე პრეზიდენტის სასახლეში რაღაცები დაანგრიო, თან როცა არანაირი რესურსი არ გაგაჩნია, არანაირი იდეა არ გაგაჩნია, არანაირი გეგმა არ გაგაჩნია. მართლ გუნდში კიდევ ერთხელ გმობენ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც რუსთაველის გამზირზე და ათონელზე, სწორედ აქ პრეზიდენტის სასახლესთან გუშინ განხორციელდა. სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ მათთვის, ასე ვთქვათ, ცხადია, რომ ორგანიზება ამ ყველაფრის პროცესების პირდაპირ უკავშირდება გარე აქტორებს და იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში კანონიერი წესით არჩეული ხელისუფლების ცვლილებას ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, სწორედ გარე აქტორების მიერ უკავშირდება. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია ობიექტურმა გამოძიებამ ყველა დამნაშავის იდენტიფიცირება მოახდინოს და ამავდროულად სამართლის ნორმების სრული დაცვით ყველა დამნაშავემ მაგოს პასუხი. როდესაც სიტყვა პირველად ვეხმარეთ უსამშობლოები, აი ზუსტად გუშინ გამოჩნდა
თუ რას წარმოადგენს მცნება უსამშობლო. ერთ-ერთი უშველებელი ცოდვა კიდე გუშინ ვიხილეთ. როგორ მოწამლეს ახალგაზრდები, რომლებიც დადგნენ აი ამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა გვერდით, რომლებმაც უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწიეს მართლობის დროს გესტაპოს სისტემის დანერგვაში, რაც სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღიარა. აი ეს ძალიან შემაწუხებელია, დამაფიქრებელია და განსაკუთრებით ახალგაზრდების მონაწილეობა, რომლებმაც სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანები და არა მარტო მოწინააღმდეგე პოლიციელების მხარე, არამედ თავისიანებიც და როგორც ცდილობდნენ, რომ როგორმე სისხლი დაღვრილიყო და როგორმე განვითარებულიყო მოვლენები, რომელსაც ეკნებოდა მეიდანის სცენარის გამეორების ანალოგი. გუშინ მუნიციპალური არჩევნების პარალელურად ქვეყანაში ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებული ხელისუფლების დამხობის აქციაც გაიმართა, რომელიც ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. ამის შემდგომ 5 ლიდერი, რომელიც უშუალოდ იყო ორგანიზატორი აღნიშნული აქციის, დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც ცნობილია, გამოძიება კვლავ გრძელდება. დაკავებულების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის საუბარია კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით დამხობაზე. შოთა მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გასული 4 წლის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ 5-ჯერ სცადა ხელისუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, რასაც გაეცა საკადრისი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ჯგუფები უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით მოქმედებენ, მიზანი კი სახელმწიფოს დაზიანება იყო. ქართული ოცნების თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზატორებისა და ამ ძალადობაში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ კი კანონი იქნება ძალიან მკაცრი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლეს დონეზე უმაღლესი სტანდარტით ჩაატარა სპეცოპერაცია, რითაც განეიტრალდა კონსტიტუციური წყობილების დამხობის ძალადობით შეცვლის მცდელობა. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული ღონისძიებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს ყველა პრევენციული ღონისძიების გატარებისთვის. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უკვე ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. 4 წლის განმავლობაში ნაცებმა 5-ჯერ სცადეს უკვე ხელისუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი გუშინ სახელმწიფოს მხრიდან. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს მომერდული პასუხისმგებლობა 1,100,000-ზე მეტი ამორჩევლის მიმართ, საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სცენი, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა ჩვენს ქვეყანას. კოლექტიური ნაცმოძრაობაში იგულისხმება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იგულისხმება ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყანას. ამაში იგულისხმებიან ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის ამისათვის გამოიყენება მაგალითად სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი. მუნიციპალიტეტში ჩვენი ქვეყნის მასშტაბით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალი ააკეთებს ამ წუთებში განცხადებას მედიასთან, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. დააფიქსირა კიდევ ერთხელ ის ღირსეული და მტკიცე პასუხი იმ უსამშობლოთა გაერთიანების მიმართ ქვეყნის შიგნით და იმ დიდი აგენტურის მიმართ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომელიც ესე დაუფარავად და თავხედურად არის გამოსული პოლიტიკურ სცენაზე, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ასე რომ დიდი მადლობა და პირობას ვაძლევთ მთელი გუნდის სახელით ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენი გუნდი იქნება განუხრელი იმ პრინციპებისა და იმ გეგმისა და იმ წინსვლის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების, რასაც უკვე მეათეთ და საიუბილეოდ დაუჭირა ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ იმ უწყებას და განსაკუთრებით გამოყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს,
ბატონ გეკა გელაძეს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ მამუკამ დინარაძეს იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ გუშინ აი ამ უსამშობლოთა ბოლო ბოდისუხტის საზოგადოებას ბოლო გაფართხალება და მცდელობა რომ კიდევ ერთხელ შემოეტანათ ჩვენ ქვეყანაში არეულობა ესკალაცია და თავისი მოკლე ჭკუით დაბრენდილი მშვიდობიანი დამხობა და კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოვიდათ რეალურად მშვიდობიანად დაიშალნენ და მშვიდობიანად მიბრძანდნენ იქ სადაც საჭიროა და დამერწმუნეთ ეს კიდე არ დასრულდება და გამოძიება მიმდინარეობს აი ამ პირდაპირ მნიშვნელობით აგენტურული ქსელის წინააღმდეგ. ხავსად ვარ თქვენი კითხვებისთვის. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ თუ რა მცდელობა ქონდათ გუშინ გარკვეულ ჯგუფებს. ნახეთ ეკიპირებული, კარგად გაწვრთნილი ჯგუფები თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდნენ. ეს ვნახეთ პირდაპირ ეთერში. ყველამ თქვენ ქართულმა საზოგადოებამ. ეს არის სწორედ იმ ტრენინგების დამსახურება, რომელიც ტრენინგებიც მიმდინარეობდა, ეხლაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი ხელი და ხელწერა იმ ესე ვთქვათ უცხო სპეცსამსახურების, რომელიც როგორც რამდენიმე წამის წინ აღნიშნე, ღიად თავხედურად და ჩამოხსნილი ნიღაბით მოქმედებს ქვეყნის გარეთ. და ესე ღიად და თავხედურად აგზავნის აქ პირდაპირ დესტრუქციულ და გადატრიალების სცენარებს, ხო? ასე რომ გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ყველას, როგორც აანონსებდნენ მშვიდობიან დამხობას, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია მშვიდობიანის წინ ასე ვთქვათ, ვიყენება დამხობა, მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია, ხო? ასევე ჩვენ ვანონსებდით მათ და ვაფრთხილებდით, რომ ნურავის ნუ წაუწდება ხელი. ნურც გაიფიქრებს, რომ რაიმე სახით წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ამას ვაფრთხილებდით, ეს ძალიან კარგად იცის მედიამ, ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ეს ძალიან კარგად იცის მათმა გარე პატრონებმა, ხო? ამიტომ ვნახეთ მათი ქმედება და პასუხიც მიიღეს. დარწმუნებულები ვიყავით, რომ კიდევ ერთხელ მუშაობს შესაბამის სამსახურების, საგამოძიებო უწყებები და ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება ორგანიზატორი თუ უშუალოდ მონაწილე, რომელიც გამოვლინდება და რომელიც ჯერ არ ვიცით და არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ყველა როგორც ვანონსებდით, კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. უმნიშვნელოვანესია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ გავიხსენოთ არაერთი მოწოდება. გავიხსენოთ არაერთი წამხალისებური მოწოდება აი ამ დესტრუქციის მიმართ ქვეყნის გარედან. არაფერს ვამბობ და არ მინდა შოუ რეტროსპექტივაში წავიყვანო ჩვენი საზოგადოება, ყველას კარგად გვახსოვს და არაერთხელ მithქვამს, რომ ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ მოწოდება, არამედ დუმილი ზოგიერთი დიპლომატიური სამსახურის და მისიის წარმომადგენლის მხრიდან არ შემჩნევა ფაქტის, განცხადების არ გაკეთება, არაფერს ვამბობ იმ შეურაცხყოფელი ბანერების ფონზე განცხადებების გაკეთებას, არაფერს ვამბობ სასამართლო პროცესებზე დასწრება თარჯიმნით თუ თარჯიმნის გარეშე, ამას არ აქვს მნიშვნელობა, არაფერს ვამბობ იმ მოწოდებებზე და ხშირად ვიხსენებ და ყოველთვის გავიხსენებ, სადაც მექნება ამის საშუალება, ყველას კარგად გახსოვს ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის განცხადება, 28 ნოემბრის განცხადება მოქმედებაში და შემდეგ არასრულ დღეში ევროკავშირის ელჩის, ასე ვთქვათ, მოწოდება პირდაპირ მნიშვნელობით და პრემიერ-მინისტრის განცხადების სრულიად, ასე ვთქვათ, ინტერპრეტირებული მისი მხრიდან, სრულიად დამახინჯებული და ყოველგვარ რეალობას ასწენილი განცხადება და მოწოდება პირდაპირ ჩვენი საზოგადოების მიმართ. ჩვენ აი ამ ძალასთან გვაქვს საქმე. ასე როდესაც კითხვა ისმევა, რომ არის თუ არა აქ როლი გარესამსახურების და სპეცსამსახურების, არა თუ როლია ლომის წილი და უდიდესი როლია მათი და ერთხელ ვამბობთ, რომ სწორედ ისინი არიან იმ სცენარის ავტორები, ბრიუსელში გამაგრებული ის ბიუროკრატია, რომელსაც ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული და deep state ეგრეთ წოდებული deep state-ის აგენტურაზე მაქვს საუბარი, ასევე მათივე ხელდასმული პოლიტიკოსები, რომლის სახელი და გვარებიც ჩვენმა საზოგადოებამ აქაურ ეგრეთ წოდებულ დესტრუქციულ ოპოზიციაზე უკეთესად იცის, იმიტომ რომ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა, ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თუ სად ატარებდნენ ეს სახელი და გვარები, ეთნიკურად ქართველები, მე მათ
სამშობლოს და უსამშობლოთა გაერთიანება ძალიან სწორად დავარქვით, იმიტომ რომ მათ არ იციან რა სწორ სამშობლოს ცნება, სად ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს იყო ბრიუსელში, სხვადასხვა ინსტიტუციის, ასე ვთქვათ, ერეფნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმის მაგივრად, რომ ეარად სოფელ, რაიონ, ქალაქებში დარბოდნენ და ხვდებოდნენ უცხო ქვეყნის მერებს თუ რაღაც ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ამ ყველაფრის შემდეგ რატო უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ესენი არიან ამ დავალების მიმცემი და ეს გაერთიანება აქ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ეს პირდაპირ რადიკალური ძალა, ეს ექსტრემისტული ძალა პირდაპირ მნიშვნელობით ყურმოჭრილად და ვასალურად ასრულებენ შემდეგ მათ დავალებებს. ასრულებენ მათ დავალებებს, მიდიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. აი პასუხი გაეცემა სულ ყველას. რაც მოძრაობის ლობისტი უცხოელები ახალისებდნენ ამ ძალადობას, ისევ იგივე სახეები ჩადგნენ, ისევ ნაცნობი სახეები, მათ შორის იყო მაგალითად ანა ფოტი და მიხეილ როთი, მოლდოვის პრეზიდენტი მარია სანდუ და ბევრი სხვა ამათი მხარდამჭერები. ეს რას ნიშნავდა მათი მხრიდან? ნიშნავს ყველა იმას, რომ ისინი ღიად უჭერდნენ მხარს ხელისუფლების დამხობის სცენარს. მათთვის ასე ვთქვათ, აღიძინაში ასე არის დემოკრატია, იმიტომ ამ პროცესებზე ისინი დემოკრატიულად აფასებდნენ და ამასთან თავად იმ ქვეყნებში მომხდარიყო ამგვარი რამ პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა და ასე შემდეგ. ამას როგორ შეაფასებენ, რა რეაგირება მოყვებოდა კარგი. თითოეული მათგანი, თითოეული სახელი და გვარი, თითოეული ქვეყანა, რომელიც ჩამოთვალეთ, სრულიად დაცლილია დღეს სუვერენიტეტიდან. კი, ისინი არიან ფორმალურად მე ამ პოლიტიკურ გუნდზე და დღევანდელ მათ მმართველობაზე მაქვს საუბარი ფორმალურად ევროკავშირის წევრი და თქვენ კითხვას ესე ვთქვათ დავაზუსტებ პასუხში, რომ როდესაც საუბარია ღირებულებებზე მათ ქვეყანაში როგორ მოხდებოდა ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე, არამედ უსტანდარტობაზე, ხო? ესენი არიან, ასე ვთქვათ, სუვერენულად სუვერენიტეტისგან დაცლილი ქვეყნები, სრულიად მართული პოლიტიკოსები, სრულიად მართული მოქმედი თუ ყოფილი ბიუროკრატები, ასევე მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან და იღებენ ერთ დავალებას. როდესაც ვსაუბრობ, რომ იმ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობიდან მათთან მოდის დავალებები და შემდეგ ესენი შლიან ამ დავალებას ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ესე ვთქვათ სურვილი აქვს, რომ აქციონ პროქსი სახელმწიფოდ და რისი უდიდესი სურვილი ქონდათ და აქვს და არ განელებულა დღესაც და ამ წუთებშიც ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ესენი გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ ღიად ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, რომ ეს სცენარი ჩვენ ქვეყანაში განვითარდეს. და ეს სცენარი განვითარდეს ვიზე დაყრდნობით, ისევ იმ სახელი და გვარების დაყრდნობით, იმ დანაყოფებზე დაყრდნობით, იმ გადაღებულ, გადანომლ ვითომ პარტიებზე დაყრდნობით, რომელიც რეალურად კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს, ხო? ასე რომ ოდესაც საუბრობთ მათ ქვეყანაში, როგორ იქნება აღქმული პოლიციელზე თავდასხმა, როგორ იქნება აღქმული რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა, ადმინისტრაციული შენობის დაწვა, სხვადასხვა კერძო სექტორის, ვთქვათ, ბიზნესის მიმართ ის ქმედებები, რომელიც ვიხილეთ გუში, ხო, კაფის დაწვა თუ არა მხოლოდ მაღაზიის დაწვა. ეს ხომ მათ არ აინტერესებთ. ისინი ჩვენ არ გვიყურებენ და არ აღვიქვავენ როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას და ეს არის სწორედ მათი პრობლემა, იმიტომ რომ მათ არ უდევთ საქართველოში პულსზე ხელი იმ სურვილის და იმ სულისკვეთების, რომელიც სულისკვეთებაც გამოჩნდა უკვე მე-10 და საიუბილეოდ გუშინდელ არჩევნებში და არიან, ასე ვთქვათ, რაღაც თავისი სამყარო აქვს შექმნილი აი ამ დანაყოფებით, რაღაც რამდენიმე ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციით, ალბათ 300-400 კაციანი ჯგუფით, თავის ტელევიზიას ვიტყვით, არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს ხო სინერგიაში არიან ერთმანეთთან, ასე ტელევიზიიდან პოლიტიკაში, პოლიტიკიდან ტელევიზიაში, ტელევიზიიდან არასამთავრობოში და ასე შემდეგ და გონიათ, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული მათივე ენაზე რო თქვა ბაბლი წარმოადგენს საქართველოს, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ გუშინ იყო ამის კაფეო გამოვლინება, რომ რეალურად საზოგადოებამ მათ ანახა და უთხრა თუ სად დგას ჩვენი ქვეყანა. და კიდევ ერთხელ მათ ვეთქვი, რომ ნუ წაუწდებათ ხელი, რომ შეეხონ ჩვენ სუვერენიტეტს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არჩეული ჩვენი მკაფიო მიზანი და მკაფიო გზა, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ მშვიდობით, სტაბილურობით და ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ასევე მშვიდობით და შერიგებით. აი ეს უნდა შეიგნონ აი ამ ყოველგვარ სუვერენიტეტ დაცლილმა ქვეყნებმა და მათმა წარმომადგენლებმა.
უკვე სიტყვიერი შემდგომი იყო ფიზიკური და თავდასხმაც, მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს საერთოდ თავ ჟურნალისტს ჩართვის ინჟინერსა და ოპერატორს სპრეიში ასხას პირდაპირ თვალებში, პირდაპირ ეთერის დროს. როგორ აფასებთ აი ამ ფაქტს, ასე ვთქვათ, პროკურატურამაც დაიწყო უკვე გამოძიება. დარწმუნებულება გამოძიება მივა შედეგამდე და ძალიან მკაცრად აგებს პასუხს, როგორც აღნიშნეთ, თითოეული კანონდარღვევი, ეს იქნება მედია ჟურნალისტზე თავდამსხმელი, ეს იქნება პოლიციელზე თავდამსხმელი, ეს იქნება ამ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც ცდილობდა რომ შეჭრილიყო ადმინისტრაციულ შენობაში. რაც შეეხება შეფასებას მედიის მიმართ, ეს ხომ მათი სახეა და არაერთხელ გვითქვამს. ძალიან გაიხსენეთ თქვენ სხვა აქციები და სხვა მცდელობები ამ ესკალაციის ესეთი ადამიანი, მედია იქნება, პოლიტიკოსი იქნება, საჯარო მოხელე იქნება, ნებისმიერი დარგის და სფეროს წარმომადგენელი, რომელიც აი ამ ფაშისტური იდეოლოგიით არ არის შეპყრობილი, როგორი ფაშისტური იდეოლოგიით არიან თვითონ თავის პატრონებთან ერთად, ესე ვთქვათ, შერაცხული და გაერთიანებული, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ობიექტურად გააჩნია სხვა აზრი, ან უნდა რომ აზრი გამოხატოს, მათთვის არის მიუღებელი და მიუღებელი სწორედ აი ესეთი ძალადობრივი ფორმით, როგორი ძალადობრივი ფორმაც არის მათი კრედო პოლიტიკური თუ ცხოვრებისეული და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და კიდევ ერთხელ ფაქტს რაც შეეხება, დარწმუნებული იყვნენ, რომ თითოეული თავდამსხმელი თუ დამნაშავე თუ რომელიმე დაჯგუფების წევრი იქ პატარ-პატარა დაჯგუფებებში ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული კანონის სრული სიმკაცრით. კი ბატონო. თუმცა პრემიერ-მინისტრის განცხადების კონტექსტში ჩვენ თავს მოვისმინეთ მისი მხრიდან გზავნილი, რომ სწორედ გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე 5-ჯერ ქონდა ნაციონალურ მოძრაობას მცდელობა რევოლუციური სცენარის და საერთოდ გაქრეს ქართული პოლიტიკიდან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რომ ქართული ოცნება აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, როდის უნდა ველოდოთ კონკრეტულად სარჩელის მომზადებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნას და ამ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში ბატონო ირაკლი ვიხილავთ თუ არა მაგალითად ლელოს და ახარიას გუნდს იქიდან გამომდინარე გეკითხებით, რომ ისინი გაიმიჯნენ გუშინდელ განვითარებულ მოვლენებს. აი თქვენი პოზიცია და კი ბატონო. ხო, პირველ რიგში რაც შეეხება კოლექტიური ნაცმოძრაობის გაქრობას პოლიტიკური სივრციდან, ისინი დასრულდნენ გუშინ ამ არჩევნების შედეგებით. და გადავხედოთ იმ რაოდენობას ხარდამჭერების საზოგადოების თითოეულ წევრს და საშუალება მექნება ყველგან მადლობას მოვიხდი იმ ბრძნული გადაწყვეტილებისთვის, იმ გააზრებული და ნაფიქრი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ მეათე და საიუბილეოდ. გუშინ დასრულდნენ ისინი და გუშინ მოახდინეს შემდეგ აი ამ მცდელობით ამ რევოლუციური ცელობით მათი თვითლიკვიდაცია პირდაპირ მნიშვნელობით, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. ეხლა რაც შეეხება სარჩელს, საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დაფუძნებულია იმ უმნიშვნელოვანეს და უმძიმეს დასკვნაზე, რომელიც თქვენს საზოგადოებაც მოისმინა პარლამენტში. იმ დასკვნაზე, რომელიც დასკვნაც, გამოვიდა იმ 600 გვერდი, არ მინდა ციფრებში შემეშალოს, იმ 600 გვერდიანი, 400-ზე მეტი გვერდი ზუსტად არ მახსოვს, ეს დოკუმენტიდან, რომელიც თვეების მანძილზე მიმდინარეობდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში და ყველას კარგად გვახსოვს. თუ როგორი მძიმე ისტორიები მოვისმინეთ სხვადასხვა მიმართულებით. როგორი მძიმე ისტორიები გაიხსენა ქართულმა საზოგადოებამ. რამდენი ახალი ფაქტი გავიხსენეთ. არაფერს ვამბობ იმ ახალგაზრდებზე, რომელიც უბრალოდ ვერ მოესწრენ ამათ სისხლიან, პირსისხლიან მართლობას, რამდენი სიახლე გაიგეს და რეალურად გაიგეს, თუ ვინ ესაუბრებოდა მათ რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების და დემოკრატიის სახელით. და ეს უცხო ქვეყნის დროშით მურბენალი პატრიოტები, უბრალოდ ტრაგიკომედია. და უბრალოდ ამაზრზენის სანახავი, აი ეს უცხო ძალები, რომლებიც შემდეგ რაღაც პატრიოტიზმს გადაგებენ ჩვენ ახალგაზრდებთან, ხო? მოусმინეს ამ საგამოძიებო კომისიას მომზადდა დასკვნა და როგორც დავაანონსეთ საპარლამენტო არჩევნებამდე, ესე ჩაიარა ამ გამოძიებამ, მომზადდა დასკვნა, ამ დასკვნის აუცილებლად მე შემიძლია ვთქვა, რომ მზადდება სარჩელი და უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და პირობას ვაძლევ ჩვენ საზოგადოებას, რომ როგორც აკვირდებოდნენ პირდაპირ ეთერის რეჟიმში. აი მათ ასე ვთქვათ, აი ამ წამებლების, რეკეტიორების და აი ამ სისხლიანი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსების ეგრეთ წოდებულ ისტორიებს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე
ოპოზიციაში ყოფნის დროს, ინგლისმა უნგრელებმა მათ ოპოზიცია შეიძლება დაარქვათ, აი ესევე შეხედავენ იმ პროცესს, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. ეხლა რაც შეეხება თქვენ სხვადასხვა პარტია ახსენეთ, მოვლენებს ნუ გაუსწრებთ წინ რა არაერთხელ მithქვამს, როგორც თქვენ კითხვაზე პასუხის დასაწყისში ვახსენე, რომ მათ უკვე თვითლიკვიდაცია მოახდინეს, ხშირად ვამბობ ხოლმე, ესე ვთქვათ, გადაღებილ, გადანომრილ პარტიებს. იმ დანაყოფებს, რომელიც რეალურად არის იმ ერთი დედააზრის შვილობილი, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობის იდეა ქვია. და გადახედეთ თითოეულ მათგანს, რომელიც არის გაერთიანებული ამ თუ იმ დანაყოფში, ამ გადაღებილ, გადანომრილ დანაყოფში. თითოეული მათგანი, ეს იქნება პოლიტიკოსი და მისი პოლიტიკური წარსული. მე მაგ მთავარ ფიგურებზე, ვინც ესე ვთქვათ, ფრონტზე ვხედავთ და ვისაც აქვს პოლიტიკური წარსული, პირდაპირ აფილირებული იყვნენ ყველა ნაციონალურ მოძრაობასთან და არა მხოლოდ არ შემოიფარგლებენ მხოლოდ პოლიტიკოსებით, დარგობრივად რო გადავხედოთ სხვადასხვა დარგების წარმომადგენლიც, ასევე რო შევხედოთ მათი თითოეული საქმიანობა იყო პირდაპირ აფილირებული ნაციონალურ მოძრაობასაც, რო შევხედოთ მოვლენებს არ გავასრულოთ წინ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაანონსებთ და ესეც იქნება და ანონსებული გვაქვს, რომ საზოგადოება პირდაპირ ეთერში შეხედავს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ნახეთ ხოლმე შედეგები არჩევნებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ყოველთვის მოდახავთ განცხადებები დასავლელი პარტნიორობის კონტექსტში. ვიძახი, რომ დასავლეთის მხრიდან კრიტიკული გზავნილები უფრო და უფრო მწვავდებოდა, რაც ახლოვდებოდა თვითმმართველობის არჩევნები. თუმცა ვიხილეთ ამ შემთხვევაში შედეგი ხო, რა შედეგიც დადგა. ამის შემდგომ უკვე რასელოდებით დასავლელი პარტნიორების მხრიდან, სწორედ იმ კონტექსტში გაკითხებით, რომ უნდა გავიგოთ პასუხი ევროკომისიის მხრიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, თქვენი მოლოდინები რა? კი ბატონო, პირველ რიგში, როდესაც საუბრობთ პარტნიორობაზე, ჩვენ პარტნიორს ვეძახით ცოტა სხვა ფასეულობებზე და სხვა ღირებულებებზე აწყობილ ურთიერთობას, ხო? ეხლა თქვენ თუ იმ რეზოლუციებს, იმ სამარცხვინო რეზოლუციებს და პრემიერ-მინისტრის პასუხს გავიხსენებ, როდესაც ეკითხებოდა ერთ-ერთი თქვენი კოლეგა, ბოლო რეზოლუცია, რომელიც მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტექნიკური მხარე, როგორ მიიღეს და ეს რაოდენობა დარბაზში ევროდეპუტატების, რომ არა მხოლოდ თუნდაც ძალიან უინტერესო რეზოლუცია და რატომ? იმიტომ რომ როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, პარტნიორობა ვიცით ჩვენ პარიტეტულ ურთიერთობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. პარტნიორობა ჩვენ გვესმის ქვეყნებს შორის, როდესაც გათვალისწინებულია ორივე მხარის ინტერესი. როდესაც ორივე მხარე პატივისცემს ერთმანეთის ღირებულებას, როდესაც ორივე მხარე პატივისცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, როდესაც ორივე მხარე პატივისცემს მის ისტორიას. ჩვენ ამას სამწუხაროდ და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ იმ რამდენიმე სახელი და გვარით, იმ რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვსაუბრობთ, რომ ესენი არიან თურმე დასავლეთი. ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის დასავლეთი. რასა იუკნევიჩიანი და კოლექტიური რასები და არ არის და ჟიგიმანტასები არ არის ჩვენთვის ევროპა და არ არის ჩვენთვის დასავლეთი. დამერწმუნეთ ამ ყველაფერში. ესენი არიან აგენტები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ იმ დავალებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც დავალებაც არის ჩაშლილი ბრიუსელში მათთან, ხო? ასე რომ აი ესეთი ცრუ ნარატივებზე აწყობილი, სრულიად უსტანდარტო განცხადებები თუ რეზოლუციები, ხო, უბრალოდ გაფერმთავდა და ჩალისფასიც აღარ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. ეხლა ამ ყველაფერთან ერთად თქვენ თუ ამას უკავშირებთ ვიზა ლიბერალიზაციის თემას, ამაზეც არაერთხელ განგვიცხადებიან, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების, არანაირი ტექნიკური თუ პოლიტიკური საფუძველი ამ ყველაფრის, ეს მეორე და მესამე თუ რას ველოდებით ჩვენ, მესამე ნაწილი თქვენი კითხვის, რას ველოდებით ჩვენ, ასე ვთქვათ, დასავლეთთან, კონკრეტულად ევროკავშირთან ურთიერთობაში, არაერთხელ განგვიცხადებიან, რომ ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის, რეალური პარტნიორობისთვის, მზად ვართ რეალური მეგობრობისთვის, მზად ვართ იმ ურთიერთობისთვის, რომელ ურთიერთობაშიც, როგორც აღნიშნე ინტერვიუს პასუხის დასაწყისში, პარიტეტულ ურთიერთობებს, პარიტეტულ საწყისებზე აგებული ურთიერთობა. როდესაც ორი ქვეყნის ურთიერთობა აწყობილია ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით. დღეს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. დღეს ვხედავთ ცალმხრივად ყოველად შეურაცხყოფელ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მიმართ. ნამდვილად ვერავის ვერ მივცემ და კიდევ ერთხელ ვამბობ, კოლექტიური ჯიგიმანტასი და რასა საქართველოსთვის არ არის ევროკავშირი დამერწმუნებით და არაერთხელ გვითხოვს და გამომეორდებით, რომ დღეს რასაც ვხედავთ ჩვენ ბრიუსელში, სრულიად ევროპა დღეს დაცლილია იმ ევროპული ღირებულებებით და ფასეულობებით, რასაც მთელი მსოფლიო ოცნებდა პატივს. გადაქცეულია და დღევანდელი იქაური ბიუროკრატია და ხელდასმული პოლიტიკოსები იქცევიან საუკეთესო საბჭოთა, ასე ვთქვათ, ნომენკლატურის
ყველა პირობებში, აი ასხივებენ ამ ყველაფერს და უბრალოდ ამას სოფლიო ხედავს და როგორც სოფლიო ხედავს, ასევე ხედავს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება. Всё, მადლობთ, კარგად, მადლობა. უსმენდით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კირცხალია მისაუბრა ხელისუფლების დამხობის გეგმასთან დაკავშირებით და მცდელობასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ყველა პირმა, ვინც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წავიდა, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ირაკლი კირცხალიამ ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და ახლა განვაგრძობთ გამოშვებას. სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ ბრალს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობის მოწოდების ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობისა და აში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ აქციის ორგანიზატორებს. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დიღმის იზოლატორში იმყოფებიან. ისინი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. ნაციონალური მოძრაობის წევრები ზოდელავა და ნადირაძე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა. კლინიკა ჰელსიკორში მოხდა კიდევ ერთი ორგანიზატორის პაატა ბურჭულაძის დაკავება. ის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. სწორედ ის და ზოდელავა იყვნენ პირველები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ხელისუფლების დამხობისკენ და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებისკენ მოუწოდეს. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ის პოლიციამ საცხოვრებელ სახლში აიყვანა. ბატონო პაატა დილის 6 საათზე ვიყავით იზოლატორში შესულები, შევხვდით ბატონ პაატას. ვესაუბრეთ თავს გწნობს ხნეთ ოფიციალურ ბრალდების დადგენილებასაც ველოდებით რასაკვირველია. დალის წარდგენის შემდეგ მეტი დეტალის გვესწორდება და მეტ დეტალზე შევძლებ საუბარს. რა პოზიცია არ ყოფილა, არ ქონია ამაზე საუბარი ჯერჯერობით, სანამ ბრალი არ იქნება წარდგენილი, მანამდე ვერაფერს ვერ გეტყვით დამატებით. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ინიციატორების დაკავებაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა და თქვა, რომ ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირების პროცესი უწყებაში ახლაც მიმდინარეობს. ნებისმიერ კანონდარღვევაზე კი უმკაცრესი რეაგირება იქნება. ეს განცხადება გეკა გელაძე მას შემდეგ გააკეთა, რაც აქციაზე დაშავებული პოლიციელები ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა. შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძეც. გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. მიმდინარეობს კვლავ ამ წუთებშიც ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ მიეცემა ყველა შესაბამის სამართლებრივი პროცესებში. უნდა ველოდოთ რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი სტანდარტით მოხდა გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მინდა ასევე საზოგადოება მიცედეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა. გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. მიმდინარეობს კვლავ ამ წუთებშიც ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ მიეცემა ყველა შესაბამის სამართლებრივი პროცესებში. უნდა ველოდოთ რა თქმა უნდა. 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდა აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაზარალებულების სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 30-მდე პირს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მძიმეა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. აქციიდან სულ 5 დაშავებული ყავდა, 3 ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე და 1 პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას. პაციენტთან გამოვლინდა ქალატვინის კეროვანი ტრავმა, კერძოდ სუბარახნოიდული სისხლჩაქცევა, მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტული მოტახილობა. ამ დილისთვის კვლავ ჩატარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. ამიტომ პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, უგრძელდება მკურნალობა, იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ. შემოყვანილი იქნა 30 სამართალდამცავი, რომელთაც
აღნიშნებოდა სუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები. ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ამჟამად ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება მხოლოდ 2 დაშავებული, რომელიც მკურნალობას აგრძელებს გაყოფილებაში. ძირითადად დაზიანებები იყო ტრავმული ბლაგვი იარაღით და ასე შემდეგ. ორბელიანის მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რკინის ღობა შეანგრიეს და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას სცადეს, ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აგებენ ფილებს და ამონტაჟებენ სხვა დაზიანებულ ინვენტარს. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, რომლის ჯებირიც გუშინ აქციის მონაწილეებმა გაანგრიეს, ის დაზიანებულია. მისი სამონტაჟო სამუშაოები ჯერჯერობით ადგილზე არ მიმდინარეობს. პრეზიდენტის სასახლის მონგრეული ჯებირები, ბარიკადები, პიროტექნიკა და შტურმი ათონელის რეზიდენციაზე ხელისუფლების დამხობის გეგმაში ჩართულმა ადამიანებმა ორბელიანების სასახლეს საღამოს 8 წუთზე შეუტიეს. მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა და აქციის ორგანიზატორებმა თავისუფლების მოედანზე ძალადობრივი მოწოდებები გააკეთეს და ათონელის რეზიდენციაში შეჭრისკენ მოუწოდეს შეკრებილებს. შეიჭრნენ რეზიდენციის ეზოში, თავს დაესხნენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, იყო არაერთი გაფრთხილება, თუმცა დამხობის გეგმაში ჩართულმა ადამიანებმა ცეცხლი წაუკიდეს ათონელის რეზიდენციის მიმდებარე სხვადასხვა ინვენტარს და დააზიანეს ავტომობილიც. 19 საათი და 8 წუთი თავისუფლების მოედნიდან ათონელის ქუჩაზე წასული აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარს ანგრევენ და შენობაში შეჭრას ცდილობენ. დემონსტრანტებმა დაანგრიეს ჯებირები, გადაძვრნენ ღობეზე, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის ქვებს. სასახლეში შეჭრის მიზნით ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ პროცესებში მონაწილეობას იღებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძეც. ხელისუფლების დამხობისკენ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სწორედ მან და კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ მოუწოდეს. კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია. ჩვენ როგორც პირველი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ 6 ოცნების წევრ ადამიანზე. მისხოვოთ მათი სასტრაფოდ დატყვევება და მიყვანა საპრობილეში. მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის განსახილვას. მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ ასრულებენ მომიტინგეები. თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის სასახლესთან ჩასული აქციის მონაწილეები თავს ესხმიან სამართალდამცველებსაც. ათონელის რეზიდენციის ეზოში განლაგებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ჯერ წიწაკის სპრეის იყენებენ. ათონელის ქუჩაზე ჩნდება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ძალები და სპეცტექნიკა. სპეცრაზმი იწყებს რადიკალური დაჯგუფებების დაშლას, მათ შორის წყლის ჭავლით. სამართალდამცველები აკავებენ აგრესიული მომიტინგეების ნაწილს. სპეცრაზმი ათავისუფლებს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას და ათონელის ქუჩას შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები იკავებენ. დემონსტრანტები ორბელიანის მოედანზე გადადიან, გზებს ურნებით და რკინის ჯებირებით ხერგავენ. ცეცხლს უკიდებენ მუნიციპალურ და კერძო ინვენტარს, ამტვრევენ შენობების და კაფეების ფანჯრებს. ადგილზე არაერთხელ გაისმა გაფრთხილება, რომ თუ შეკრებილები არ დაიშლებოდნენ, სამართალდამცავი უწყება დაიწყებდა შესაბამის ღონისძიებებს. სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები გამოიყენა. აქციის მონაწილეები იწყებენ პიროტექნიკის გამოყენებას. ხელისუფლების დამხობისკენ გაკეთებული მოწოდების შემდეგ მომიტინგეები უპირისპირდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. დაზიანებებს იღებს 20-ზე მეტი სამართალდამცველი. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გრძელდება ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები. ოპოზიციონერები მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ არ დაიშალონ. ჩვენ გვინდა რევოლუცია. ეს ხალხი დღეს მაგ მოწოდების შემდეგ გამოვიდა, ხო? ფაქტია, რომ რაც გვინდოდა დღეს უკეთესად შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი. რევოლუციის გამო დაგვიჭერენ, მაგრამ არა უშავს. ეს ხალხი ჩვენზე უკეთესად გააგრძელებს ამ ბრძოლას.
ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებილი დემონსტრანტები გადადიან თაბუკაშვილის ქუჩაზე. აზიანებენ ავტომობილს, აჩენენ ცეცხლის არაერთ კერას. სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან ქვებს და სხვადასხვა ნივთს. მომიტინგეთა ნაწილი ხელს უშლის ჟურნალისტებს საქმიანობაში. დემონსტრანტთა კიდევ ერთი ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირზე. 4 ოქტომბრის პროტესტი პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ორგანიზატორის დაკავებით სრულდება. აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა დააზიანეს კამერები და წიწაკის სპრეი შეასხეს ჟურნალისტებს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კურიერის გადამხებ ჯგუფსაც ნანა გოგატაძისა და დავით კახიძის მისამართით აქტიურობდა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ირაკლი წულაია, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული მსგავს თავდასხმებში. ამას სხვა ვერაფერი ვენა, შენ გადასაღები ახალგაზრდებს რო ცემე ბიჭო ვერ და ხე გადასახები ამას იყებდე და რაგა გადაღებული ბიჭო რაგა დაწყნარდეს ბიჭო დაგაწყნარებ ხა სამუდამოდ ბიჭო რა სიხე ბიჭო რა სიხე ბიჭო შვილებთან რომ დაждები გაგი ბიჭო დახვი აქედა თორე გადაგიღებ ხა გაგიწყდება რომ შენ ამ ხარეს ისე რასი ბიჭო რასი ამხელა კაცი არა და გირსიკი ხარო გამოუშვა რო იცოდი რა მუშაობის არა შენ მოსდებს გადახედე მუშაობის საშუალება მოგვეცი ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეშლის ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება მალევე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის პირველი ნაწილით ახიძრა. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მედიაში გავრცელებული კადრები, რომლის მიხედვითაც თბილისში ათონელის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური გზით ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია იმედის გადამხებ ჯგუფებს. მილიონ 100,000-ზე მეტი ხმა პრაქტიკულად იგივე შედეგი რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა და რეკორდული მაჩვენებელი თბილისში ქართული ოცნების თავმჯდომარემ არჩევნების დღე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაჯამა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში მმართველმა პარტიამ ხმების 70%-ზე მეტი მიიღო, რაც ქართული ხალხის ნდობის დადასტურებაა. პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა ოპოზიციის შედეგებზეც და თქვა, რომ ლელოთი და გახარიას პარტიით ნაციონალური მოძრაობის ჩანაცვლების გეგმა ჩავარდა. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა. გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა არჩევნები საქართველოში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის კომისიას მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებისა თითოეულ მათ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენებისთვის. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე მათ პასუხისმგებლობას მინდა გაუსვა ხაზი, რომ მობილიზაცია გააკეთეს მათი ამომრჩევლის და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. არჩევნებიც ხედავთ, რომ წლიდან წლამდე როგორ უმჯობესდება და სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ბევრ ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს. დაინერგა ელექტრონული, ასე ვთქვათ, საარჩევნო სისტემა და ყველა კარგად ხედავთ, როგორ მაღალ დონეზე ტარდება არჩევნები. ჩვენმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მასშტაბით მიიღო 1,100,000-ზე მეტი ხმა, რაც პრაქტიკულად იმეორებს შარშან საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ შედეგს. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართული ხალხის ძალიან მყარი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება და ყველაფერი გაკეთება იმისათვის, რომ ეს ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ. ასევე თბილისში, რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც კი დაფიქსირებულა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ და დედაქალაქის მოსახლეობასაც გვინდა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი,
რაც არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგი. რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგს, პრაქტიკულად ჩავარდა აცმოძრაობის ლელოთი და გახარიათი ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა Deep State-მა. პრაქტიკულად უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია. ლელო მიიღო შეგახსენებთ წინა არჩევნებში შარშან 180,000-ზე მეტი ხმა და ახლა მიიღო ამის ნახევარი იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად არ იყო კონკურენცია მათთვის ოპოზიციურ ფლანგზე. და რაც შეეხება გახარიას პარტიას, წინა არჩევნებში ჰქონდა 160,000-ზე მეტი ხმა მიღებული, ახლა მიიღო დაახლოებით 50,000 ხმა. ანუ ჩავარდა პროექტი, ჩანაცვლების პროექტი. ყველაფერი გაკეთდება ზოგადად იმისათვის, რომ ბოლომდე გავანეიტრალოთ ის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო გუშინდელი არჩევნები. სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიცია საქართველოში პრაქტიკულად გაქრა. ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა. ასაკურელი გარკვეული რაოდენობა ხალხისა მხარს უჭერს. ეს ამ ხალხის საზოგადოების შემადგენლობაც შესაბამის ანალიზს მოითხოვს, მაგრამ ფაქტია, რომ 1,100,000-მდე ადამიანმა თუ ცოტა ამაზე მეტმა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას. მხარი დაუჭირა იმ იდეას, რომ საქართველო არის თვითყოფადი ქვეყანა თავისი ინტერესებით და ხელისუფლება ყავს ისეთი, რომელიც არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ყველამ გაითავისა პასუხისგებლობა ხელისუფლებასთან ერთად, რომ საქართველო უნდა გადარჩეს იმ საშინელ турბულენტურ ვითარებაში, რომელიც დღეს რეგიონს და მსოფლიოს ახასიათებს. საპროტესტო აქციას, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა, მხარდაჭერა ხიად გამოუცხადეს გარე აქტორებმა, სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი განცხადება. ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა, დაწერა მაია სანდუმ. მოვლენებს გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიანე, რომელმაც X-ზე საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფოტოები გავრცელა. წარწერით ყველა ღამე თბილისში. ლიეტუველი პოლიტიკოსი ლავრინას კაშჩუნასი წერს, სამშობლოს კავშირი ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები დღეს ქართველებთან არიან, მის სტატუსს კი აზიარებს ჟიგიმანტას პავილიონისი და წერს, რომ დღეს ყველა ქართველია. თბილისში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა მიხაილ როთიც და მან სოციალურ ქსელში ორბელიანის მოედანზე გადაღებული ვიდეო გააზიარა და მოუწოდა ევროპას მხარი დაუჭირონ ქართველებს. კიდევ რა განცხადებები კეთდება თემაზე, ამას უკვე ლუკა ჩანგელია გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში უნდა შემოგვიერთდეს. ლუკა, გისმენთ. ანუკა, სულ მალე 24 საათი გავა მას შემდეგ, რაც გუშინ დედაქალაქში გარკვეული ჯგუფები ხელისუფლების გადატრიალებას ცდილობდნენ და ამ მიზნით სხვადასხვა დესტრუქციულ ქმედებებს ჩადიოდნენ. თუმცა ამ დრომდე არც ერთ ევროპელ პოლიტიკოს არ გაუვრცელებია განცხადება, რომლითაც დაგმობდა გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ვხედავთ საპირისპიროს ევროპელი პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ამბობენ, რომ გუშინ თბილისის ქუჩებში გამოსული ადამიანები იცავდნენ ქვეყნის ევროპულ მომავალს და მშვიდობიანად ცდილობდნენ საკუთარი მიზნისა და სურვილების მიღწევას. პეცრასმა დააკავა ოპოზიციის ლიდერები ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა და პაატა ბურჭულაძე. რეჟიმი მათ 9 წლით თავისუფლების აღკვეთას უპირებს. ეს არის საზარელი რეალობა, როდესაც დემოკრატია ნადგურდება. საქართველოს პროევროპულ ოპოზიციას დევნიან და აჩუმებენ. ეს რევოლუციური ნაპერწკალია, საქართველო ხურდება. ეს შეიძლება იყოს ქართული ოცნების მმართველობის დასასრულის დასაწყისი. თუ კი მასები მტკიცედ დადგებიან, თვალყური ადევნეთ, თქვენ ისტორიას ქმნით. ქართველი ხალხი არასოდეს დანებდება გაუმარჯოს თავისუფალ ევროპულ საქართველოს. ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთან არის, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დემოკრატიის დადუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდით დგას. ევროპელი პოლიტიკოსების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს გამოხმაურებები უკვე მოჰყვა ქართველი პოლიტიკოსებისგან. მართველ გუნდში არ უკვირთ ევროპელი პოლიტიკოსების მსგავსი დამოკიდებულება თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მეტიც ამბობენ, რომ ამ პროცესებში სწორედ გარე აქტორები იყვნენ ჩართულები. ამ თემაზე ასევე დღეს ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმაც მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით. ინფორმაცია იმ შესახებ, რომ გარე აქტორები ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ, ხელისუფლებას უკვე ჰქონდა და მათ შორის მსგავსი
მსგავსი ქმედებები არაერთხელ წარსულშიც ჩაიდინეს გარეაქტორებმა და მსგავსი მოწოდებებით, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ ხალხის შეცდომასი შეყვანას, მათ დაბნევას და შემდგომში უკვე საქართველოში არეულობის გამოწვევას. მუდმივად ვართ კორექტულები, ვცდილობთ რომ ისევ გადავიყვანოთ ეს პროცესები დიალოგის რეჟიმში, ტრანსპარენტული იყოს ჩვენი ურთიერთობები, ის ასე ვთქვათ სურვილი, რაც აქვს ჩვენ საზოგადოებას, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ვიყოთ მათთან სიახლოვეში და გქონდეს ეს განცდა, რაც ასე ვთქვათ ყველა ჩვენთაგანი სურვილი იყო, მაგრამ ელემენტარული ეთიკის ნორმებია პოლიტიკური, ხომ, რომ შიდა საქმეებში, არჩევნების პროცესში, როცა პოლიტიკოსი გვია სხვა ქვეყნის, ეს ელემენტარული ვენის კონვენციაა, რომ არ უნდა ჩაერიგოს. ყველაფერი არის მართული სპეცსამსახურების მიერ და ეს ადამიანების პირდაპირ დაქვემდებარებული არიან და ჩვენ თუ გავყვებით და ანალიზს გავაკეთებთ, აი ეს ხალხი, რომელიც 2003 წელს ჯერ კიდევ რომ მშვიდობიან რევოლუციას არქმევენ და ვარდების რევოლუციას, მაშინაც სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობდა გარედან მართული პროცესი იყო და რაღაც ეროვნულ გმირად გამოცხადებული ეს ვივამეთში მყოფი ასევე საქართველოს პრეზიდენტი სწორედ გარეძალების მიერ დაკვეთით მოქმედებდა მაშინაც და არანაირი ასე შიდა რასაც ეხლა ცდილობდნენ უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მისცა საქართველმა სახელმწიფომ, არც სამართალდამცავ ორგანოებმა და არც საზოგადოებამ. მე მგონი საზოგადოება ძალიან კარგად ხდება ამ ყველაფერს. ჩვენი პასუხი რა არის? ჩვენი პასუხი არის, რომ არავის არ მივცემთ საშუალებას, მით უმეტეს ამ გამოცდილების ფონზე, რა გამოცდილებას ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა და ჩვენმა სახელმწიფომ პირველ რიგში. არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა დაგეგმონ, რომ აქ საქართველოში მოხდეს არეულობა და ძალადობრივად ხელისუფლების ცვლილება. აბსოლუტურად არ აინტერესებთ არც ევროპული სტანდარტი, არც ადამიანების უფლებები და ერთ დღეში რომ გაწყდეს ყველა ქართველი, არავინ ცრემლს არ დაყრის. არ არსებობს ევროპაში ისეთი სტანდარტი, რომელიც უპირისპირდება გამჭვირვალობას და პირდაპირ გეუბნებიან. თქვენი საქმე არ არის რა თანხას შემოვიტანთ, რა ოდენობის ფულს დავხარჯავთ და რა პროგრამებს განვახორციელებთ, თუნდაც იარაღის ხმარებას ან ტერორისტული აქტების ჩატარებას ვახორციელებდეთ და ვასწავლიდეთ ახალგაზრდებს. გარე აქტორების ცოდვები, ნაცმოძრაობის ცოდვებთან ერთად არის გასაზიარებელი და გასაანალიზებელი. ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ 4 მცდელობა იყო რევოლუციისა. სისხლიანი რევოლუციების 4 მცდელობა. მათი მონდომება ყოველთვის იყო, რომ ვიდმე მომკვდარი იყო, დაღუპული იყო და სისხლი დაღვრილი იყო და არარსებული ბრალდებები წაუყენეს ხელისუფლებას. ამაში ყველაფერში გრძელვადიანად ურევია იმ ევროპარლამენტარების, იმ ევრობიუროკრატიის ხელი, რომელიც გუშინაც ძალიან აშკარად გამოჩნდა, თუნდაც მიხეილ როთის განცხადებები რო ავიღოთ, ეს არის სიმბოლო, მანიფესტაცია იმ დამოკიდებულებისა, რაც ზოგიერთ უცხოელს ჩვენი ქვეყნისადმი გააჩნია. გუშინ გვიან ღამით სწორედ იმ დროს, როდესაც ოპოზიციის ლიდერი პაატა ბურჭულაძე დემონსტრანტებთან ერთად ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალებას ცდილობდა, ჩვენ მივწერეთ სხვადასხვა საელჩოებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, რათა გაგვეგო მათი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იგივე ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან ხელისუფლების გადატრიალების ორგანიზებასა და მცდელობასთან დაკავშირებით და მედიისთვის ხელი შეშლასთან დაკავშირებით, თუმცა არც ერთ კითხვაზე ჩვენ საელჩოებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. უკამათლობა ლუკა ჩანგელია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერის გამო პრემიერ-მინისტრი პასუხისგებლობას ევრობიუროკრატებსა და დიპლომატების იმ ჯგუფს აკისრებს, ვინც ძალადობრივ აქციას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. ყველასთან მზად ვართ ცალმხრივი მეგობრობისთვის, ამბობს ირაკლი კობახიძე, რომელმაც დღეს ხელისუფლების დამხობის გეგმის მხარდამჭერი განცხადებებიც გაიხსენა. საკუთარ სახელს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, მათ შორის კონკრეტული დიპლომატები. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამის მიუხედავად ისინი დღეს დუმან, მიუხედავად მათი პასუხისმგებლობისა,
რომელიც ეკისრება საკუთარი პირვანდელი პოზიციიდან გამომდინარე. თუმცა ამას საზოგადოება ხედავს და ამას საზოგადოება ბუნებრივია აფასებს. ყველასთან მზად ვარ ცალმხრივი მეგობრობისთვის. მზად ვარ დავივიწყოთ მაგალითად, თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩი შარშან პირდაპირ უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და მოუწოდებდა ამ მომრჩეველს მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, ხო, ღია მოწოდებით გამოვიდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ისიც, რომ ევროკავშირის ოფიციალური პრეს-სპიკერი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის აქციას. უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. მოლდოვაში მithumetes რომ არის ტრაიგული მდგომარეობა, თან გაცხადებული მიზანი აქვს, რომ უნდათ ევროინტეგრაცია, თან მოლდოვაში მაცხოვრებელი მოსახლეობის 45% უჭერს მხოლოდ მხარს ევროინტეგრაციას, რაც რეფერენდუმზე დაფიქსირდა. მოლდოვასთან ვითომ ევროინტეგრაცია უნდა და თან DST-ს წევრად რჩება, სრული აბსურდია და ვერც ხსნიან ამ აბსურდს, მაგრამ რჩებიან DST-ს წევრად. კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობა ამ კუთხით. კარგად ორგანიზებული პროცესი, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ასეთია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები, რომლებიც საარჩევნო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ. მეორე დღეა უცხოელ დამკვირვებლებს შემაჯამებელი ბრიფინგები აქვთ თვითმმართველობის არჩევნებს. 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა, მათ შორის როგორც საელჩოების, ევროპარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. როგორ აფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, უფრო მეც მირიან გორგოძე მოგვიყვება, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. მირიან, გისმენთ. სამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით იმყოფებოდნენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩეულ საარჩევნო უბნებზე და თავად აკვირდებოდნენ და ადევნებდნენ თვალყურს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, ასევე გაისაუბრდნენ საარჩევნო უბნებზე მოსულ ამომრჩევლებსაც, რომ გაიგოთ ბუნებრივია მათი პოზიციები. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გარდა იმისა, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო უბნებზე თავისუფალ გამჭვირვალე პირობებში დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები, ამავე დროს ყველა ამომრჩეველს, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი იმ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ასევე ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ და თუ როგორ უნდა, ასე ვთქვათ, მოგზაურობდნენ ისინი ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ეს კი როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი გადადგეს იმ მიმართულებით, რომ მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს შემდეგს, რომ საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების შეფასებით დემოკრატიულ, მშვიდ და ასე ვთქვათ, საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებში ჩატარდა. ჩვენ მცირე ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მუშაობდით და ვაკვირდებოდით არჩევნებს თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. გარემო ძალიან მშვიდი იყო. არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო უბნებიდან გამოდიოდნენ და ყველამ აღნიშნა, რომ პროცესი ორგანიზებული იყო. ამომრჩევლების განწყობა ძალიან პოზიტიური და მშვიდი იყო. ისინი საკმაოდ თავდაჯერებულები და კმაყოფილები იყვნენ როგორც წინა საარჩევნო პერიოდით, ისე უშუალოდ არჩევნების პროცესითაც. არჩევნები ნამდვილად თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. შეუძლებელია დარღვევები ყოფილიყო ისეთ გარემოში, როცა ამდენი დამკვირვებელი აკვირდებოდა საქართველოში არჩევნებს. ხალხისგან ხშირად გვესმოდა, რომ ეს არის დემოკრატიისკენ მიმავალი გზა, რომ მათ სურთ მშვიდობა და სტაბილურობა. ფიქრობ, გარემო სრულად ესაბამებოდა დემოკრატიულ ღირებულებებს და აძლევდა მოქალაქეებს იმედს, რომ ეს არის სწორი გზა დემოკრატიისკენ. ეს თითქოს აძლიერებდა მათ რწმენას, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო. როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, პროცესს ვადარებ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს, მაგალითად შოტლანდიაში და გაერთიანებულ სამეფოში. ამიტომ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს ნამდვილად იყო მაღალი სტანდარტის პროცესი, გამართული, პროფესიონალური, სრულყოფილი და ინკლუზიური. პროცესი იყო თანმიმდევრული, გამართული და მშვიდი, ხოლო ყველა თანამშრომელი, ვისაც საარჩევნო უბნებზე შევხვდით, მუშაობდა პროფესიონალურად და ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა.
ეხლა 21 ქვეყნის წარმომადგენელი 28 საერთაშორისო საადამკვირვებლო მისიაში, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას და აკვირდებოდნენ ხმის მიცემის პროცესს. საუბარია საბოლოო ჯამში 8000-ზე მეტ დამკვირვებელზე. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ადგილობრივი საადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო საადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა დამკვირვებელი ერთხმად აცხადებს, რომ საქართველოში მთელი საქართველოს მასშტაბით ბუნებრივია იგულისხმება როგორც დედაქალაქი, ასევე რეგიონები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 7 გარემოში და ყველა ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლება დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში დაიფიქსირებინა. მადლობა მირიან. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები მირიან გორგოძემ გაგვაცნო. 4 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ ბათუმში. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მათ ისაუბრეს მუნიციპალური არჩევნების მიმდინარეობაზე და აღნიშნეს, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა. დამკვირვებელთა შეფასებით არჩევნები კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო. შვიდ საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ თბილისსა და ბათუმში შარშან საპარლამენტო არჩევნებსაც ვაკვირდებოდი და შემიძლია ვისაუბრო იმ პროგრესზე, რაც საქართველომ მიაღწია. ამ 1 წლის განმავლობაში ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებს ჰქონდა ფარულობის გამკაცრებული დამცავი სისტემა და ბიულეტენების ქაღალდების ხარისხიც გაუმჯობესებული იყო. ხმის მიცემის პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. ცესკოს წარმომადგენლების მხრიდან ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო. არც უბნის გარეთ, არც შიგნით რაიმე სახის ინციდენტი არ ყოფილა. საჩივრების მინიმალური მაჩვენებელი იყო. საქართველოს ისტორიაში ფარულობა იყო სრულად დაცული. საარჩევნო უბნებზე ტექნიკური ნაწილი იყო სრულად გამართული. ადგილი არ ქონია რაიმე სახის პრობლემა სააპარატურასთან დაკავშირებით. საარჩევნო კომისიები იყო მომზადებული, მათ ჰქონდათ ყველა კითხვაზე პასუხი. ეს იყო სამართლიანი და სწორი არჩევნები. შედეგი კი შესაბამისობაში იქნება დემოკრატიულ არჩევნებთან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები სამეგრელოშიც აკვირდებოდნენ. ისინი პროცესს აფასებენ როგორც თავისუფალს და სამართლიანს. უნგრელი და იტალიელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უბნების გახსნა, დახურვა და ხმის დათვლის პროცესი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობდა. ამომრჩეველთათვის კი შექმნილი იყო პირობები თავისუფალი ნების გამოხატვისთვის. გუშინდელი ადგილობრივი არჩევნები პროფესიონალურად ჩატარდა. ყველა საარჩევნო უბანზე იყო სიმშვიდე. ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა. იტალიიდან ჩამოვედი არჩევნებზე დასაკვირვებლად. რაც ვნახე არის ის, რომ ყველაფერი იყო რიგზე, შესაბამისობაში დემოკრატიულ სტანდარტებთან. ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია ზეწოლის გარეშე დაიფიქსირებინათ. 7 გამართული და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიები და პროცესი ხარვეზების გარეშე. ჩატარებულ არჩევნებზე რამდენიმე საათის წინ შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა ცესკოში. საარჩევნო ადმინისტრაციაში ითქვა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო პროცესი კი შეუფერხებლად წარიმართა და არც ერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება. რაც შეეხება საჩივრებს, ცესკოს ინფორმაციით ამ დროის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 25 საჩივარია შესული. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არც ერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება. აქვე გაცნობებთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი. საჩივრები ძირითადად შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობის წესის დარღვევას, საარჩევნო უბნის გარეთ ამორჩევლის აღრიცხვას და ასე შემდეგ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე საჩივრების რეესტრში. ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება
ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 3061 საარჩევნო უბნიდან 75%-ზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, დათვლილია ყველა უბნის შედეგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მონაცემები კი ასე გამოიყურება: ქართული ოცნება 81,78%, ლელო ძლიერი საქართველო 6,71%, გახარია საქართველოსთვის 3,68%, გირჩი 2,96% და კონსერვატორები საქართველოსთვის 2,61%. ასეთია პარტიების შედეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა საერთო ჯამში 7 გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ქუთაისში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს მონაცემები ცნობილია, ისევე როგორც სხვა მონაცემები. ხმების დათვლის შედეგად ქუთაისის მერი ქართული ოცნების კანდიდატი დავით ერემეიშვილი გახდა. ერემეიშვილი თითქმის 86%-ით ლიდერობს. ქუთაისის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძოდა. ამ მრჩევლის 8% მიიღო გახარია საქართველოსთვის და ლელოს შეთანხმებულმა მერობის კანდიდატმა და პაატა ზაქარეიშვილმა. პარტია საქართველოს მერობის კანდიდატმა გიორგი ამაღლობელმა კი 6%. ქართული ოცნება ლიდერობს პროპორციული სიის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა ქუთაისის 10-ვე სამაჟორიტარო ოლქში. მადლობა ქუთაის მთლიანად ჩვენს აქტიურ ამომრჩევლებს, რომლებთანაც მთელი 2 თვის განმავლობაში ჩვენ აქტიური შეხვედრები ჰქონდა და მნიშვნელოვან თემებზე გვიწევდა მათთან ერთად საუბარი. ყველა ის პროექტი, ის გრანდიოზული პროექტები, რომლებიც განსახორციელებელი არის კანაკში, ყოველთვის გაგრძელდება და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან წამოსული ყველა პრობლემა ატვირთული არის, გაზიარებული არის და პირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უმოკლეს პერიოდში ყველა ეს პრობლემა აღმოფხვრილი იქნება. ამ მრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ვარლამ წიტლაურმაც, მან განაცხადა, რომ მოქალაქეებმა ერჩიეს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და წინსვლა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქართულმა ოცნებამ როგორც პროპორციული, ისე ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მოსახლეობას, ხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ბევრ კარგ საქმეს გავუკეთებთ ახალციხეს და ახალციხის მუნიციპალიტეტს. პირველ რიგში უდიდესი მადლობა თითოეულ ამომრჩეველს ნდობისათვის. ღირსეულად გაიმარჯვა საქართველომ და ღირსეულად გაიმარჯვა ახალციხემ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელი დღე ახალციხისთვის იყოს უკეთესი. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 6-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2.ჭ.